like it. I do love it. I do love it. Yeah, thank you. It's different. მოკლედ ვართ კრასში, პარფიუმერების მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. ახლა უკეთესი ადგილი გახდა. კრასი ქალაქი ფრანგულ რივიერაზე, კანის ჩრდილოეთით მდებარე ბორცვებზე, რაც იდეალურ გარემოს ქმნის პარფიუმერული მცენარეებისთვის, სითბოსა და სიმაღლისგან მიღებული მსუბუქი სიგრძლის კომბინაციით. სწორედ შუა საუკუნეებში დაიწყო კრასის ისტორია. ქალაქი სპეციალიზებული იყო ტყავის დამუშავებაში. პერიოდში სუნამოები და ტყავის წარმოება მჭიდროდ იყო დაკავშირებული. იმ დროს ტყავის ნივთებს, ხელთათმანებს, ქამრებსა და ფესაცმელს ხშირად სუდი და აუტანელი სუნი ჰქონდა, რადგან ტყავი ცუდად მუშავდებოდა. უკვე 1614 წლის იანვარში გაიცა სამეფო ნებართვა, რომელიც ადამიანებს აძლევდა უფლებას ყოფილიყო ერთდროულად ხელთათმანების ოსტატიც და პარფიუმერიც. საერთაშორისო პარფიუმერიის მუზეუმში გამოფენილია დაახლოებით 100-მდე იშვიათი პარფიუმერული ნივთი, რომლებიც ანტიკური პერიოდიდან დღემდეა შემონახული. კოლექციას ასევე ამდიდრებს ქალების მოვლის ამსახველი ფერწერული ნამუშევრები და პროვანსული ავეჯი. მეჭდვის პრესის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა მრავალი წიგნის გამოცემა, სადაც აღწერილი იყო ყვავილოვანი წყლებისა და სხვა სურნელოვანი პროდუქტების რეცეპტები, მათ შორის მშრალი სუნამოები. ფრაგონარდის წინ ვიმყოფებით. ფრაგონარდი არის გრასის სული და გული. ძალიან ბევრ ადგილს შეხვდებით ფრაგონართან დაკავშირებულს. კონკრეტულად ამ ადგილას შეგიძლიათ გაიაროთ მასტერკლასები, ვორქშოპები, გავივლი რამდენიმე მასტერკლას, ვორქშოპებს და გაგიზიარებთ როგორი არის, მომწონს თუ არა და ასე შემდეგ. ასეთი მინდა სახლში. ვინმე ტექნიკის მაღაზიება თუ გაქვთ ასეთი ვითანამშრომლოთ რა. ეს არის უძველესი დისტილაციის აპარატი. აი ასეთ რეზერვუარში ხდიდნენ ეთერზეთებს, სხვადასხვა მცენარეების ფესვები, ზამბახი, ვერბანა, ბენზოინის რეზინი. აი ამ თასის მაგვარ ჭურჭელში აგროვებდნენ სივეტის ექსკრემენტებს და ზოგადად ეგერ არის სივეტი, გვერდით. ეს არის ნატურალური deer musk, რომელიც მოდის ირმის ერთ-ერთი სახეობისგან და აგერ ხედავთ ამბერგრის, კაშალოტის ექსკრემენტს. ასეთი მაგი და არც მომაწყენდა ეთერზეთებისთვის აქ და ჩემი პორტრეტი ცუდარ. ეს არის არკე, სადაც გამოისახა გიგი აბსარიცი. ჟან-ფრანსუა კოსტას კოლექცია. ესეთი ფლაკონები არსებობდა ადრე. კრასში, რომელიც მე-17 საუკუნიდან მსოფლიო პარფიუმერიის დედაქალაქია, დღეს არის ერთი სახელი, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს. ეს არის ფრაგონარდი. ეს უკვე მეოთხე თაობის პარფიუმერთა ოჯახია, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი კარი გაეხსნათ. ფრაგონარდი დაარსდა პირველ მსოფლიო ომამდე იუჯინ ფოქსის მიერ, რომელმაც ბრენდის სახელი მიუძღვნა ჟან ონორ ფრაგონარდს. ეს იყო მხატვარი, რომელიც კრასში დაიბადა. 1926 წელს ფრაგონარდმა შეიძინა მე-18 საუკუნის ტყავის საწარმო კრასში და ტურისტებს მისცა შესაძლებლობა ენახათ პროცესები, რომლებიც დღესაც გამოიყენება პარფიუმერიაში, როგორებიცაა ნედლეულის ექსტრაქტაცია, დისტილაცია, მასერაცია, ბოთლებში ჩამოსხმა და ასე შემდეგ. ფრაგონარდს რაც განსაკუთრებულს ხდის არის ის, რომ აქ შეგიძლია კულისებს მიღმა შეხედო პარფიუმერიის პროცესს, რაც ჩვეულებრივ მკაცრად საიდუმლოა. მუზეუმში ტარდება ტურები, სადაც ნახავთ დისტილაციის აპარატებს, ძველ ბოთლებსა და ინსტრუმენტებს, პარფიუმერიის ისტორიას ანტიკურიდან დღემდე და რაც ყველაზე მაგარია, შეგიძლია შეეხო და შეიგრძნო ნედლეული. სუვენირი წამოვიღე მაინც. ფოთლი ლამაზია, სურნელიც კარგი, ფემინური არომატია. დიდად რო გითხრათ, რომ უდიდესი არჩევანია ჩემი საყვარელი ჟანრების მოგატყუებ, თუმცა არის ციტრუსოვანი არომატებიც, არის აღმოსავლური არომატებიც, ძალიან ნაზი, სურნელები, რომელიც არ ყვირის. მოკლედ საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ თუ ჩამოხვალთ კრასში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ფრაგონარდის ქარხანას. გათამაშებაც ქონიათ, თუ აქ იდებოდა ოქროს ბილეთი, რაღაცას მოიგებდი, მაგრამ არ გამიმართლა. ხომ მივდივართ მოლინარდში. ახლა მოლინარდში წავალ, ყველაზე მეტად მაინც მოლინარდი მაინტერესებს. თანამედროვე პარფიუმერულ ტრენდებს და არომატებით მოლინარდი უფრო მიყვება და რამდენიმე სუნამო მათი მაინტერესებს. უნდა დავტესტო აირისი, პაჩული და რაღაცები, ამიტომ წავედი. ფრაგონარდ, მოლინარდ, გალიმარდ და მაკდონალდ. ახლა ვართ მეორე ქარხანასთან, მოლინარდთან.
გამარჯობა. ვიზუალი ულამაზესია. ეს უფრო მომწონს ჯერჯერობით. ეჭვი მაქვს სურნელების საკითხშიც. ეს ქარხანა უფრო მომეწონება ნახოთ. მოლინარდი არის პარფიუმერული სახლი, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ. ეს გრასში მდებარე ფრანგული ბრენდი 1859 წლიდან ქმნის ერთ-ერთ ყველაზე იკონურ სურნელებს. მოლინარდის ოჯახი უკვე 5 თაობაა გადასცემს ერთმანეთს სურნელოვანი ყვავილების და იშვიათი ინგრედიენტების შეგროვების ხელოვნებას. შეგიძლიათ აქ გადაიღოთ ფოტოები და შემდეგ დაპრინტოთ. ძალიან ლამაზია. ფრაგონარძე მეტად მომწონს. პირველი შტაბეშტები. ეს ფერებია მაინც იასამის ფერი და ასე შემდეგ, აი დაიბეჭდა. ორი წელი. Must visit ადგილებში მოლინარდი ინაცვლებს პირველ ადგილს. ფრაგონარდი გადადის მეორეს. შეგიძლიათ აქ დიადად რომ მიგხსნოთ თავი. სხვათა შორის ჰაბანიტა ძალიან საკულტო არომატია მოლინარდის კოლექციაში და ახალი არომატიც, რომელსაც გაჩვენებთ. მინდა რომ დავტესტო. 1921 წელს მოლინარდმა შექმნა ჰაბანიტა, პირველი ქალური აღმოსავლური სუნამო, რომელიც ვეტივერი მთავარ ნოტად აქცია. მანამდე ეს ინგრედიენტი მხოლოდ მამაკაცურ სურნელებში გამოიყენებოდა. ეს იყო ნამდვილი რევოლუცია პარფიუმერიაში, რომელიც იმ დროს მთლიანად ყვავილოვანი სუნამოებით იყო დომინირებული. მისი 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჰაბანიტა კიდევ ერთხელ დაარღვია წესები, შავი ბრილიანტი წითელი თავსახურით და პროვოკაციული, მაგრამ ელეგანტური წითელი ბოთლით გამოჩნდა. ხავსი, რომელსაც აღარ იყენებენ. გამხმარი სამბახის ღერო. ეს არის ვეტივერი, საკმეველი, სხვათა შორის საკმეველის ჭამად შეგიძლიათ. Fruits, რომელიც უბრალოდ დემონსტრაციისთვის არის, ამათგან ექსტრაქტებს ვერ გამოხდით. არ წავიკითხავ, ეს არის ტონკა, რასაც ვცნობ, ეს არის დარიჩინი, ეს ხავსი იქნება, ეს ვანილი, ეს ალბათ სამბახი, ეს ვეტივერი, ეს ჟასმინი და ეს სურნელი არ აქვს, არ ვიცი. ამბრა სურნელი არ აქვს მართალია. არა, ეს ჟასმინი არ ყოფილა ვარდი არის, ვეტივერი გამოვიცანე. აი ამაზე გეუბნებოდით, ეს არის ჰაბანიტა და ეს არის ახალი ჰაბანიტა. That impulse the oriental. Yes, it's very incensey balsamic. For the ladies' scent. So ჩემი ფავორიტი არის ქვა. არ არის გასაკვირი, ყავის არომატია. აირისი დავტესტე, აირის უფრო მაღალ კონცენტრაციით დავტესტე, მაგრამ თლად ისეთი მიწიერი და მოტკბო არ არის, როგორი სამბახის სურნელების მომწონს. ამიტომ ქვა კარგია, პაჩულიც მომეწონა, პანეო პაჩულიც და მასკიც ჩემი მეუღლეს მომეწონა ყველაზე მეტად. ვორქშოპი შეიძლება. მოკლედ ეს არის ადგილი, სადაც აკეთებენ ვორქშოპებს, წარმოდგენილი არის სხვადასხვა ბეისები, აკორდები ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს პარფიუმერია, საკმაოდ კარგი გასართობი არის ვორქშოპის პროცესის გადაღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. Red wine scent with cinnamon. Inspiration behind this scent is poetry and it's a recreation of tragic love story. okay. So I hope you enjoy it. Can I spray it Of on course, the paper? of course. Okay. I do love it. I do love it. Yeah, thank you. It's different. It's different. I do like this fruity side that make it poetic, as you said, and also a little bit mystical with Yeah. this. Tobacco, Base jasmine, note and of, incense qualities. Yeah. Exactly. Yes. So Thank you so much. My pleasure. Thank you Yeah, to you. thank you. It's a pleasure. დროა რაც შეიძლება მალე წავიდე გრასიდან, თორე ვერ დაგიბრუნდებით საქართველოში. ტრანსფერიც არ მაქვს ნაყიდის სასტუმროდან, ჩემით უნდა მივიდე, ამიტომ უნდა წავიდე აქედან. მაგრამ აქამდე კიდევ მოვივლი
რაღაც მაღაზიებს. სხვათა შორის საფრანგეთში ევროპოვე ამუაჟი. ვერ ვნახე ვერსად, ალბათ ომანთან რამე პრობლემები აქვს? არ ვიცი. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რო გითხრათ ფრაგონარდით თქო, ისტორიული ადგილი არის. კარგი მემკვიდრეობა აქვს, მაგრამ მოლინარდს უკეთესი სურნელები აქვს, ბევრად განსხვავებული და თანამედროვე ტრენდებს უკეთ მიყვება. მოლინარდი ჩემი ფავორიტია, აირის დიდი მოლოდონები მქონდა, თუმცა არ არის ჩემი სტილი. ქვა მომეწონა და ვიყიდე კიდეც. 70 евро ღირდა. ბადაგის დატესტეს მოლინარდში, რაც წარმოვიდგენდი, რას ვფიქრებდი საერთოდ ამას. ძალიან მოეწონა. გამომიწერა Instagram-ზე. ჩემი საიტიც ნახა, ფრაგრანტიკასაც შეამოწმა და მოკლედ ჯერ სტრიპზე დატესტა და შემდეგ ძალიან მოეწონა და კანზე დატესტა. სახესაც ეტყობოდა, რომ ძალიან მოეწონა და მიხარია მოლინარდის შემდეგ რომ ქართულ ბრენდს ტესტავ და მოგწონს და თან ძალიან მოგწონს, მე კმაყოფილი ვარ. ვორქშოპი გავიარე, კარგი იყო, გასართობი იყო. პარფიუმერები ვერ გახდებით ვორქშოპით, თუმცა როგორც ატრაქციონი, როგორც საბაზისო რაღაცები, რაც პარფიუმერის სჭირდება, თუნდაც იქ ბალანსი, ნოტების გაზავება და ასე შემდეგ, სურნელების არჩევა, დაყნოსვა და ასე შემდეგ. კარგ ფუძეს მოგცემთ, რომ უფრო მეტად დაინტერესდეთ პარფიუმერიით და უფრო მეტი რამ გაიგოთ პარფიუმერიის სამზარეულოზე. ვართ ეზეში, გალიმარდის ქარხანასთან, გრასში არ შევსულა, რადგან ვიცოდი რომ აქ ჩამოვიდოდი და ეს უფრო დიდი და უკეთესი ქარხანა არის დასათვალიერებლად, ამიტომ ამას გრასის ვიდეოში ჩავსვამ. ერთ-ერთი ისტორიული ქარხანა არის მოლინართან და ფრაგონართან ერთად, შევიდეთ და ვნახოთ როგორი იქნება. გალიმარდში შეგიძლიათ ვორქშოპი გაიაროთ, ზუსტად იგივე პრინციპია, როგორც მოლინარსა და ფრაგონარში. ღმერთმაიცის როდიდან არის? ხალხი ამ სასწორად მუშაობდა და მე ვწუწუნებ, რომ ნოლი მთელი 1000-ს ეს არ წონის, არ ვარ გამეთქი და ხალხი ასე აკეთებდა სუნამოებს. აბსოლუტურად. ეს არის ძველი მეთოდი, როგორც იღებდნენ აბსოლუტებს, ახლა უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს. ეს არის მაგალითად ვარდის ფოთლები, ეს არის ლავანდა. გალიმარდი ეს არის სიყვარულის ისტორია სუნამოსადმი, რომელიც 1747 წლიდან იწყება. ეს არის საფრანგეთის ყველაზე ძველი პარფიუმერული ქარხანა. ბრენდი დაარსდა ჟან დე გალიმარდის მიერ, რომელიც იყო სერანონის ლორდი, ხელთათმანებისა და პარფიუმერიის გილდიის წევრი. მისი პარფიუმერია ამარაგებდა ლუი მე-15-ის სამეფო კარს, განსაკუთრებით ზეთებით, პომადებითა და ორიგინალური ფორმულებით შექმნილი სუნამოებით. სწორედ აქედან დაიწყო ის პროცესი, რომელმაც გრასი მსოფლიოს პარფიუმერიის დედაქალაქად აქცია. გალიმარდში შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სუნამო, აქ შეგიძლია იმუშაო პროფესიონალურ პარფიუმერთან, გაიგო სუნამოს სტრუქტურა, შექმნა ჰარმონიული და უნიკალური სურნელი. ეს მოგზაურობა იწყება საბაზისო აკორდების არჩევით, შემდეგ მოდის გულის ნოტები და ბოლოს ზედა ნოტები. რა თქმა უნდა, გალიმარდშიც რაღაცები ვიყიდე. ძირითადად სასაჩუქრე რაღაცები ვიყიდე. სუნამოებზე დიდად აღხვდოვანდი თქო, რო გითხრა არა, თან მათი private კოლექცია დავტესტე, რომელიც ასეთ უფრო კონცენტრირებული და rich დიდარი სუნელებით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ ჩვეულებრივი აღმოსავლური არომატები, რომელსაც ბევრგან შეხვდებით. მოლინარდი ლიდერობს გალიმარდს, ფრაგონარდსა და მოლინარდს შორის. მოლინარდია ჩემი ფავორიტი და ცოტა ხანში უნდა გავიდე რობერტეთში და მანეში. იქ ძირითადად საქმიანი მოლაპარაკებები წავა. ეგ კამერით არ დავდგები ახლა. გრასში ჩათვალეთ ყველგან ფრაგონარდთან, მოლინარდთან დაკავშირებული რაღაცები ხდება. როდესაც რაღაცის ყიდვა მინდა, მაგრამ არც ერთი არ მომწონს. ბევრი რაღაცის ღირებულება გამომდინარეობს მისი ისტორიით. გალიმარდი ამას ნათელი მაგალითია, რადგან არც თუ ისე მაღალი კლასის სუნამოები აქვს. ოდეკოლონ კონცენტრაცია არის, გასაგებია, თუმცა პლასმასის სურნელის ასოციაციას დავებთ. საბოლოო ჯამში საკმაოდ სახალისო და საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა ამ დიდებულ ქალაქში. ეს არის ადგილი, რომელსაც უნდა ეწვიოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უყვარს სუნამო და პარფიუმერია.